პირველი არხი. წარმოგიდგენთ. საღამოშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. ლონდონში გამართული შეხვედრა და თბილისიდან დანახული შედეგი შეერთებული შტატების პრეზიდენტის დამოკიდებულება აგვისტოს სამხედრო მოქმედებებსა და ეგრეთ წოდებულ გავლენის სფეროებთან მიმართებაში მისი რუსი კოლეგის პოზიციისაგან განსხვავებულია. რასრულის ორი ქვეყნის ურთიერთობაში პირველი შეხვედრა და რა იცვლება თბილისისთვის. და კიდევ ერთი თემა შიდა პოლიტიკური დაპირისპირების განმუხტვას ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი დიალოგის რეჟიმში ცდილობს. იქნება თუ არა შედეგიანი მოლაპარაკება და რატომ არსებობს ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელისუფლებასთან საუბარი. განსხვავებული მოსაზრებები და არგუმენტები დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. შეერთებული შტატები გავლენის სფეროებსა და სეპარატისტულ რეგიონებს არცნობს. თბილისი ობამა-მედვედევის შეხვედრას და პირველი მოლაპარაკების პირველ უთანხმოებას სასურველ მინიშნებად აღიქვამს. რასრულის კრემლის პოლიტიკისთვის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოზიცია. ექსპერტთა შეფასებები პირველი თემის სტუდიაში. საქართველო არ იქნება სავაჭრო საგანი ან გაცვლის საგანი სხვა გლობალურ თემებში. მიუხედავად ამერიკის სურვილისა გააუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობები, ამერიკა არ შეეგუება გავლენის სფეროებს, ამერიკა არ შეეგუება რუსეთის მხრიდან მეზობელი სახელმწიფოების დაპყრობას. დიალოგის პირველი რაუნდი და უარყოფილი მოლაპარაკება. ხელისუფლებასთან საუბარს ნეიტრალურ ტერიტორიაზე ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი თანხმდება. ჩვენ შევთანხმდით იმ სამ საკითხზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ახლა ამ წუთისთვის ქვეყნისთვის, ეს არის დემოკრატიული რეფორმები, ეკონომიკური კრიზისი და უსაფრთხოება. მე მედიის საშუალებით მიმართავ საქართველოს პრეზიდენტს უკვე, რომ პირდაპირ დაუსხდეს ერთ-ერთზე ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს. ხელისუფლება არ არის გზა დიალოგისთვის. ამაზე მეტყველებს ის ფორმა, რა ფორმითაც ჩვენ დიალოგისკენ მოგვიწევს. ეს უფრო არის შანტაჟის, ულტიმატუმის ფორმა, ვიდრე დიალოგის ფორმა. ხელისუფლება წამოვიდა ხოლმე დათმობაზე, რომ შეისწროს დემოკრატიული რეფორმების საბჭო, რომელიც გამოთქვამს მოამზადებს თქვათ წინადადებებს ახალი სახელმწიფო კომისიის შექმნისათვის. გაგრძელდება თუ არა თანამშრომლობა ამავე რეჟიმში და რა პირობებს თავაზობს პოლიტიკურ ოპონენტებს დიალოგში მონაწილე ოპოზიცია. რამდენიმე წუთში მურთან ზოდელავა, ლევან ვეფხვაძე, ჯონდი ბაღათურია პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერში ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის მიმდინარე დიალოგის შესახებ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ. ახლა კი წარმოგიდგენთ პირველი თემის სტუმრებს, ექსპერტები კახა გოგულაშვილი, რამა საყვარელიძე, საღამოშვიდობის ბატონებო, დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ორივე თქვენ გასმინდა გთხოვოთ შეფასება იმ შეხვედრის, რომელიც შედგა ლონდონში, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ ფაზაში შედის, ბატონ კახა? არ მგონია, რომ რაღაც დიდ გარღვევას ქონდეს ადგილი. ყველა თემა პრაქტიკულად იყო მიმოხილული და ჩვენ როგორც ხედავთ ერთობლივი კომუნიკედან თითქმის ყველა მიმართულებით იყო რაღაც სანახევრო პროგრესი მხოლოდ მიღწეული. ალბათ ერთადერთი თემა არის ერთ ბირთვული შეიარაღების, ანუ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების საკითხი, რომელზედაც შეთანხმდნენ, რომ ნამდვილად იქნება ეს თქვა შეთანხმება ამ მიმართულებით მიღწეული და ახალ ეს თქვა ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. მაგრამ დანარჩენ თემებთან დაკავშირებით, ყველგან ის თქვა ირანის თემასთან დაკავშირებით, ან იგივე ავღანეთის თემასთან დაკავშირებით, ყველგან იყო რაღაც სურვილები გამოთქმული, მაგრამ ამავე დროს სისტემები საქართველოსთან. დიახ, საქართველოსთან მიმართებაში სხვადასხვა ძალიან საინტერესო პასაჟი იყო ერთობლივ კომუნიკეში. მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებმა მიაღწია ის, რომ 12 აგვისტოს ეს თქვა ხელშეკრულება იყო ნახსენები, როგორც პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს. და რახანაც ერთობლივი კომუნიკა, ესე იგი რუსეთი ამას ეთანხმება. მაგრამ იქვე რუსეთმა გააცურა 8 ეს თქვა სექტემბრის შეთანხმებაც, რომლის გამოც ეს თქვა ხდება სადაო 12 აგვისტოს შეთანხმების დებულებები. ანუ მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეთანხმებები თუ სრულად იქნება თქვა დაცული, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ 7 აგვისტოს სტატუს კვოს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, ესე ადვილად. მაგრამ თავარი რომ პირველივე შეხვედრაზე ეს დაფიქსირდა როგორც ორივე მხრის ნება. ბატონ რამაზ, თქვენი შეფასება როგორია? პრაქტიკულად შეთანხმები ბატონ კახას
რომ ეს არ იყო დიდი გარღვევა, ეს იყო უბრალოდ პირველი მართლა მოსინჯვა, პირველი ფაზა ურთიერთობისა და ბევრი რამ მოსალოდნელი იყო. ვეთანხმები იმასაც ატომური იარაღზე რომ განსაკუთრებულად გამოხდა ყურადღება და რუს ექსპერტებს აქვს საინტერესო რეაქცია. ერთადერთიო ამ ატომური იარაღში გვაქვს პარიტეტი ამერიკასთან, ჩვეულებრივ შეიარაღებაში ამერიკა გვჯობდა, ამასაც ვთმობთ, ესე რუსებშია ძალიან ესეთი ძაფრი შეფასებები ხანდახან აი ამ შეთანხმების. მით უმეტეს მოდი შეგაწყვეტო მედვედევმა სულ რაღაც 2 კვირის წინ განაცხადა რომ ის აპირებს ბირთვული შეიარაღების გაძლიერებას 2020 წლამდე თავის სტრატეგიაში. ბატონო, რაც შეეხება საქართველოს საკითხს. რაც შეეხება საქართველოს საკითხს, ახლა იყო რამოდენიმე ასპექტი, რომლითაც პრინციპში მოსალოდნელი იყო ის, რაც მოხდა. კერძოდ, მედვედევს არაერთხელ აქვს აღნიშნული სარკოზისთან გაკეთებული შეთანხმების კანონიერება აღიარებული, ისე რომ ის უკან ამისგან ვერ დაიხევდა. ობამას არაერთხელ აქვს შეფასებული აგვისტოს მოვლენები და იმას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტი, ისე რომ ისიც ამისგან უკან ვერ დაიხევდა, ყოველ შემთხვევაში პირველი შეხვედრისთვის და პრაქტიკულად მხარეებმა დაფიქსირეს იქ, სადაც წყალგამყოფი გახდათ. აი, აღიარების საკითხში წყალგამყოფი აშკარად იკითხება. ანუ იზიარებ თუ არა იმ შეფასებას, რომ ამ განცხადებებით დადასტურდა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის უცვლელი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. უცვლელი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის და საქართველოსთან მიმართებაში ეს პოზიცია სასიამოვნო ფაქტია, რომ ეს გახდა პირველი დიალოგის ჯელობის საგანი. ნუ გადავაფასებთ ახლა და ნუ მოვთხოვთ ობამას ცხოვრების ბოლომდე ერთ და იგივე პოზიცია ეკავს, ვერავის ვერ მოთხოვ მაგას. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითად ნატოს გაფართოების თემა არ ფიგურირებდა ამ შემთხვევაში. აი, იქ სადაც მართლა კარდინალურია დაპირისპირება. ეს განცხადება შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა ობამამ. ის თემა მოიხსნა ყოველ შემთხვევაში, ხო, ამ დონეზე. ასე რომ მარტივი პროცესი ეტყობა იქ არ არის და ჩვენ უფრო მარტივად თუ შევხედავთ, ამით პროცესები უკეთესი არ იქნება. ჩვენთვის სასურველი მიმართულება აქვს აღებული პროცესებს, ოღონდ რა თქმა უნდა არ არის ის მასშტაბი, რომელიც საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს. ანუ როგორც გქონებობ ცვლილებები არ არის გამორიცხული, ბატონ კახა, რამდენად გამოიკვეთა ამით ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება ამჟამად საქართველოს მიმართ? მე მგონი მოლოდინები გამართლდა, რომ შეერთებული შტატების პოზიცია არ შეიცვლებოდა, რომ ობამა დაუჭერდა, ესე ვთქვათ, გააგრძელებდა შეერთებული შტატების მიერ აღებულ კურსს საქართველოს ტერიტორიების მხარდაჭერაზე. იყო ძალიან მკვეთრად როგორც ჩანს დაფიქსირებული შეერთებული შტატების პოზიცია და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი შეერთებულ შტატებს სჭირდება, კერძოდ და ეს დამალული არ იყო არც ერთ განცხადებაში, რომ გლობალურ საფრთხეებთან მიმართებაში რუსეთი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და ესე ვთქვათ ქვეყანა რუსეთისა შეერთებული შტატებისათვის მიუხედავად ამისა გამოიკვეთა ის საკითხები, რომელზედაც შეერთებული შტატები არ დაიხევს უკან და ეს არის საქართველოს საკითხი. მე მგონია, რომ სხვა შემთხვევებში შეერთებული შტატები იყო ასევე პრინციპული და სხვათა შორის აი თუ კარგად წავიკითხავთ მათ ერთობლივ განცხადებას, ძირითადად ეს იყო შეერთებული შტატების გამარჯვება უფრო ვიდრე რუსეთისა. რუსეთმა ნამდვილად დათმო ძალიან ბევრ რაღაცაში პოზიციები, ვთქვათ, იგივე მე მაგალითად არ მოველოდი არანაირ შეთანხმებას ირანთან მიმართებაში, ვთქვათ, იგივე საქართველოს საკითხთან მიმართებაში არანაირ ვთქვათ წინსვლას არ მოველოდი. ვფიქრობდი, რომ რუსეთის პოზიციები იქნებოდა მაინც უფრო ესე ვთქვათ პრინციპული გამომდინარე თავიანთი პოზიციიდან, რა თქმა უნდა. ზოგადად მე პრინციპულს ვერ დავარქმევდი, რა თქმა უნდა, მათ ესე ვთქვათ პოზიციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნახეთ, რომ ვთქვათ, იგივე ირანთან მიმართებაში შეერთებულ შტატებმა მოახერხა მაინც ცოტა ისე დიპლომატიური ენით, მაგრამ გარკვეული ვალდებულებები მაინც ააღებინა. თუმცა ეს არის ჯერჯერობით მხოლოდ განცხადებების დონეზე, თუნდაც ის კომუნიკეში ხაზგასმული უთანხმოება აგვისტოს სამხედრო მოქმედებების მიზეზებსა და მოვლენების თანმიმდევრობას, თუნდაც ის, რომ არ ცნობ შეერთებული შტატები გავლენის სფეროზე, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. რეალურად ეს განცხადებები რას შეცვლის რუსულ პოლიტიკაში?
რუსული პოლიტიკა შეიძლება იმ შემთხვევაში თუ რუსეთს მოუწევს თავისი ამბიციების მოთოკვა ეკონომიკური მდგომარეობის გამო, თავისი ასე ვთქვათ საერთაშორისო პოზიციის შესუსტების გამო და ასე შემდეგ. მე მგონი რუსეთი სულ უფრო და უფრო ხვდება რომ სხვა რეალობაში აღმოჩნდა, რომ ის ასე ვთქვათ გლობალური პროცესები, ეკონომიკური პროცესები, რომელიც ხელი შეუწყო თქვათ იგივე ნავთობის ნავთობის ფასების დამ ხელი შეუწყო რუსეთის აღზევებას, გააჩინა რაღაც მცდარი ამბიციები, მცდარი შეხედულებები რუსეთის საიმედთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის გლობალური მოთამაშე და მას შეუძლია თქვათ უკარნახოს დანარჩენ მსოფლიოს თავისი ნება. ნელ-ნელა მე მგონი რუსეთი ამას ხვდება და ეს პირველ შეხვედრაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მე მგონი გამოჩნდა უკვე ამის სიმპტომები, რომ რუსეთი აუცილებლად დაიხევს უკან და დადგება იქ, სადაც არის მისი ადგილი. ბატონ რამაზ, რამდენ მოსალოდნელია ასეთი პროგნოზი? მოვლენების ასეთ სცენარები გამითარება. დადგეს იქ, სადაც არის ადგილი. ნუ ალბათ არის მემართულებით მოსალოდნელი, რომ პროცესები წავა, მაგ მემართულებით, ოღონდ არც ბატონ კახას უთქვას, რომ ეს მოხდება ხვალ და ვერც მე ვიტყვი, რომ მოხდება ხვალ. მაგრამ ხა საუბრისას გამახსენდა კიდევ ერთი მომენტი ამერიკის პრინციპულობის თვალსაზრისით. ჩემთვის მოულოდნელი იყო მაგალითად რომ ამერიკა პრინციპულად დააყენებდა საერთაშორისო სისტემაში თავის პოზიციას. პრაქტიკულად ბუშის პოლიტიკა გააგრძელა ამ შემთხვევაში ობამა. მაშინ როდესაც ყველა ელოდა რომ ობამა აქ დათმობაზე წავიდოდა. ისე რომ ამერიკა ჯერ კიდე ინარჩუნებს იმას რომ მას პრინციპული საკითხები გააჩნია და ის არ არის ხავერდოვანი პარტნიორი რუსეთისათვის. აი ამ სტატუსს ამერიკა ობამას ამერიკა აგრეთვე ინარჩუნებს. მაგრამ ეს დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდება. მაგრამ ალბათ უნდა ვთქვათ ისიც, რომ თავის პოზიციებს ჯერჯერობით მყარად ინარჩუნებს რუსეთის, რადგან თუ გადავხედავთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, დღესაც ითქვა ის, რომ უпростоრად გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, რომ პრეზიდენტები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მანამდეც საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს, გაიყინა დროებით რუსეთ-ევროკავშირის მოლაპარაკება, მაგრამ შემდგომში გარკვეული პირობების სანაცვლოდ ეს მოლაპარაკებაც განახდა ნატოსთან ურთიერთობა, რას ნიშნავს თბილისისთვის ის ფაქტი, რომ ეს თანდათანობით თანამშრომლობის აღდგენა მიმდინარეობს და ამ პროცესში, ამ პერიოდში საქართველოს ფაქტობრივად არაფერი იცვლება. თბილისი ძალიან გამოკიდებულია რუსეთის ნაბიჯებს და მეტისმეტად დიდანგარის უწევს, რას აკეთებს რუსეთი იმასთან დაკავშირებით, როგორ იქნება თვითონ. მე დავესესხები კახას ამას წინანდელ ნათქვამს, როცა მან აღნიშნა, რომ ატომური შეიარაღებაზე აქცენტი მედვედევმა გააკეთა ცოტა ხნის წინ და აგერ ახლა დათანხმდა ამ შეიარაღების შემცირებაზე. სრული ჩამოყალიბებული პოლიტიკური კურსი, ესე იგი მედვედევსაც არ აქვს. ანუ რუსეთი დღეს საპროგნოზოდ არ ვარგა, იმიტომ რომ თვითონ არ აქვს დალაგებული არა მარტო პოლიტიკური ხაზები, არამედ შიდა პოლიტიკური ურთიერთობებიც ვიცით, რომ საკმაოდ რთულია. ასე რომ ასე ცალსახად ლაპარაკი რუსეთის შესახებ ძნელია. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს რა თქმა უნდა რთული მდგომარეობა აქვს, რა თქმა უნდა ის დამოკიდებულია არის რუსეთის კლიმატზე, მაგრამ ყველა დეტალზე რუსეთის ყველა დეტალზე რეაგირება, რომ არ იქა რუსეთში ეკონომიკას რაღაც დაემართა და ეს ჩვენ უნდა გვიხაროდეს თუ უნდა გვწყინდეს, მე მგონი ცოტა გადაჭარბებული რეაქციებია, რადგან ჩვენი მოსავლელი საქმეები გვაქვს და რაც უფრო მყარად დადგება გინდ ეკონომიკურ და გინდ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს ფეხზე, მით უფრო გაუადვილდება მას თავის პრობლემების გადაჭრა. რაც უფრო იგრძნობს საქართველოში დასავლეთი მყარ პარტნიორს, სანდო პარტნიორს, მით უფრო მეტი გარანტია იქნება დასავლეთის მხარდაჭერისა და ის რომ დასავლეთი არ აპირებს უკან დახევას, აი ამის ერთ-ერთი ილუსტრაცია იყო ამ შემთხვევაში ოცეული შეხვედრა. და კიდევ ერთი საკითხი, რამდენად დამაფიქრებელია საქართველოსთვის ის ვაშინგტონის მხრიდან გამოთქმული სურვილი, რომ რუსეთი დაჩქარებული წესით იქნას მიღებული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ბატონ კახა, ესეც იყო ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი თავის დროზე რუსეთსა და საქართველოს შორის. დიახ, თავის დროზე რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიღება ჩვენ ინტერესებში შედიოდა, მე მგონი პირველ რიგში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბლოკავდით, ანუ ვაჭერებდით რუსეთის ეს თქვათ გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, თქონდა ამის მიზეზი
ხაზი ვიყენებდით ეს თქვათ ამ საკითხს სხვა საკითხის ლობირებისათვის ან სხვა საკითხის თქვათ მოსაგვარებლად მიუხედავად ამისა გლობალურად ჩვენ ზოგადად გვაწყობდა ყოველ შემთხვევაში სანამ რუსეთთან ჰქონდა კიდე რაღაც ურთიერთობები რადგანაც ის არასამართლიანი მოპყრობა ვაჭრობაში რომელსაც რუსეთი იყენებდა ჩვენს მიმართ ანუ აბსოლუტურად გაუმართლებელ სანქციებს ჩვენს სოფლის მეურნეობის და სხვა სახის პროდუქციაზე მათ შორის თქვათ ასევე სანქციებს ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში ანუ გადაადგილებასთან დაკავშირებული მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ვაჭრობის სოფლიო ორგანიზაციის მიუხედავად იმისა რომ მოქალაქეთა გადაადგილება არ არის პირდაპირ თქვათ საგანი მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც საერთო თქვათ მსჯელობის საგნად შეიძლება და იქ ესეც გამხდარიყო რაც შეეხება ვაჭრობას ის აუცილებლად გახდებოდა თუ რუსეთი იქნებოდა საერთო სოფლიო ვაჭრობის სოფლიო ორგანიზაციის წევრი იქ აუცილებლად გახდებოდა მსჯელობის საგანი აი მაგალითად საქართველოს მიმართ დაწესებული ეს აბსოლუტურად უსამართლო სანქციები რუსეთის აი ესე ვთქვათ ერთ-ერთი ცივილიზებული პარტნიორის რანგში გადაყვანა ზოგადად ჩვენთვისაც არის მე მგონი საინტერესო რადგანაც რუსეთი იზოლირებული დარჩენილი რაღაც წინა საუკუნეში თავისი შეხედულებებით და თავისი საერთაშორისო სტატუსითაც არის რა გვიჭირდა ხო წინა უკაცრავად მე კიდევ მე-20 საუკუნეში ცხოვრობ და ეს გადაყვანილი ესე ვთქვათ აი ეს წარმოდგენილი რუსეთი არის ბევრად უფრო რა თქმა უნდა საზიანო და სახიფათო ჩვენთვის ამიტომ არ ამგონია რომ ეს შეადგენდეს რაღაც ჩვენი პოლიტიკის რაღაც განსაკუთრებულ ვთქვათ უკაცრავად გვიქმნიდეს რაღაც საფრთხეს რუსეთის ვაჭრობის სოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებამ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თუ მოვლენა ნატოს საიუბილეო სამიტი მიმდინარეობს. სამიტამდე ითქვა კიდევ ერთხელ რომ ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას და საქართველოსა და უკრაინისათვის ნატოს კარი რჩება ღია თუ კი ისინი მოისურვებენ ალიანსში გაწევრიანებას. თუმცა სურვილის მიუხედავად სასურველი შედეგი სხვადასხვა მიზეზის გამო ამ დრომდე ვერ დადგა საქართველოსთვის თუ გავიხსენებთ ჩარშანდელი სამიტის შედეგს შემდეგ ბრიუსელის სამიტის შედეგს რას ნიშნავს ის ფაქტი ბატონო თქვენს გაიხსენეთ რომ მედვედევი ობამას შეხვედრაზე ნატოს გაფართოების საკითხი არ დასმულა ხომ არ ნიშნავს ეს რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივამ შემდგომ ეტაპზე გადასვლის პერსპექტივამ გაურკვეველი ვადით გადაიწია ესეთ აი ჟურნალისტები რო გვირეკავენ ჩვენ მეუბნებით რომ ეხლა არ გცალია ხო ხდება ხოლმე მასე რომ არ გცალია ეგ ერთი ვარიანტია პასუხისა და მეორე ვარიანტია რომ მე თქვენ ინტერვიუს არ მოგცემთ ხო სხვადასხვა რამე ჟურნალისტისთვის გასაგებია ეს ორი პასუხი ხო აი ჩვენთვის არ უთქვიათ ის რომ თქვენ ნატოში არ შეხვალთ მაგრამ ეხლა თქვენ ნატოში მისაღებად არ გცალიაო გითხრას ეს ბუნებრივი პროცესია. რა თქმა უნდა, ნატოს უნდა ეს გაფართოება, მაგრამ უნდა გაფართოება ისე მწვადი შეწვას, ისე რომ შამპური არ დაწვას, კერძოდ რუსეთის უკმაყოფილება არ გამოიწვიოს ეს ერთი და მეორე უკრაინას და საქართველოს სამწუხაროდ ბოლო პერიოდში სტაბილურობით არ გამოიერჩევიან, მით უმეტეს საქართველოს სამხედრო თვალსაზრისით. ისე რომ მისი გაწევრიანება ნატოში შეიძლება და გახდა კიდეც ევროპული პარტნიორებისთვის ესე დავის საგანი რომ რა გარანტია რომ ის ნატოს წევრი ეს ქვეყანა იქნება მშვიდობაზე ისე ორიენტირებული როგორც არიან დასავლეთის ბატონო ხა რომელი ფაქტორი შეიძლება აქ ჭარბობდეს მოკავშირეების ამ დამოკიდებულებაში საქართველოსა და უკრაინაში არსებული ვითარება თუ რუსეთის ფაქტორი რუსეთის ფაქტორი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორი რო არ უშლიდეს ხელ, ჩვენ ნატოში მაინც არ მიგვიღებდნენ ჯერ, იმიტომ რომ მზად არა ვართ, რა თქმა უნდა, ნატოში გაწევრიანებად, მაგრამ ეს პროცესი წავიდოდა ბევრად უფრო რბილად, ვიტყოდი, ხავერდოვნად, ყოველგვარი ესე ვთქვათ, აჟიტირებისა და ძალიან ძლიერ პოლიტიზირების გარეშე, ჩვენ მომემზადებოდით ნელ-ნელა და შევიდოდით ალბათ ახლო ან საშუალოვადიან პერსპექტივაში გავწევრიანდებოდით ნატოში, მაგრამ რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორი ამას ძალიან ძლიერ თვითონ პროცესს ართულებს. შეიძლება ჩვენ იგივე დროის შემდეგ შევიდეთ ნატოში, მაგრამ აი ეს პერიოდი იქნება ყოველთვის ესეთი დაძაბულობა, ომი, ჩხუბი და ასე შემდეგ, დიახ, და უხერხულობები შექმნილი ამის გარშემო. მე უბრალოდ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ აი მე მგონი 2 დღის წინ 31-ში თუ 30 მარტს ოფიციალურად გაწევრიანდნენ ხორვატია და ალბანეთი ნატოში. ისინი ელოდნენ 9-10 წელიწადი, ზუსტად არ მახსოვს თარიღი, როდის ეს თქვათ მიიღეს
მათ გაწევრიანების თქვა სამოქმედო გეგმა, მაგრამ დაახლოებით 9-10 წელიწადი ელოდნენ ნატოში გაწევრიანებას და ჩვენ რა თქმა უნდა რატომღაც გვინდა ძალიან სწრაფად შესვლა ნატოში, რაც თითქმის მაშინ როცა არცეც არ ქონია ესეთი საგარეო პოლიტიკური კონტექსტი, არცეთის გაწევრიანებას როგორ ნამდვილად. ესე რომ ამ შემთხვევაში პროცესი გასაგებია არალოგიკურიაო ვერიტ. და დასასრულს მე მინდა დავსვა რამდენიმე შეკითხვა საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ბატონ რამაზ, რა ვითარება? შემდეგი სტუმრისა არ არის? შემდეგ რომ რადგანაც ექსპერტები ბრძანდები ჩვენი სტუმრები, გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას. რა ვითარება დღეს ქვეყანაში, მაშინ როცა ოპოზიცია აპირებს მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვას და რომელი მხარის პასუხისმგებლობა იკვეთება ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად? ნებისმიერ შემთხვევაში გაგახსენებთ 2003 წელიწადს, მაშინაც ოპოზიცია მასობრივი აქციებით გამოვიდა იმავე ადგილას, ჩვენთან აქციებისთვის მხოლოდ ერთი ადგილი მუშაობს და იქაც ითქვა, რომ პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. გამსახურდიას პერიოდშიდაც პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. სახელმწიფოს მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. ეხლა აქციები არ მოაწყოს ოპოზიციამ, ასეთი მოთხოვნა არც ერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში არ არის. რა თქმა უნდა, აქციები არ უნდა გასცილდეს კანონის ფარგლებს. ეგ მეორე უკიდურესობა, რომელიც იმედია, რომ არ იქნება, რომელსაც იმედი არ ექნება ადგილი ჩვენს. შეძლებს თუ არა დღეს ვითარების განმხტვას დიალოგი და ხედავთ თუ არა ამ დიალოგის რესურსს? დიახ, ნამდვილად ხედავ. მე მგონია ჯერ ერთი რომ ის რომ 9 აპრილს აქცია გაიმართება, ეს არ ნიშნავს ჯერ იმას, რომ დიალოგი არ შედგება და შეუძლებელია აქცია დაგეგმილია, მე მგონია არ არის გაცხადებული რომ ამ აქციას უნდა მოყვეს აუცილებლად რევოლუცია ან რაღაც ესეთი მოვლენები. ეს არის აქცია. ყოველ შემთხვევაში გაცხადებულია რომ აპირებენ ზოგიერთი პარტია აპირებს უფრო გრძელვადიანი ესე ვთქვათ აქციების რაღაცა. მაგრამ მიუხედავად ამისა, არავის არ გამოურიცხავს რომ შესაძლებელია ლაპარაკობენ ომის დროსაც, არა მარტო ვთქვათ გაფიცვების და აქციების დროს. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეხლა ძალიან მართლა საჭიროა ინტენსიურად მუშაობა და ფიქრი და სხვათა შორის ორივე მხრიდან, რადგანაც მე ვერ გავიზიარებდი დიდი პატივისცემით ბატონ რამაზის მიმართ, მაგრამ ვერ გავიზიარებდი იმას, რომ ეს არის მარტო ხელისუფლების, რომ ეს არის მარტო ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ანუ აქციას ვინც მართავს ისიც არის პასუხისმგებელი იმაზე თუ რა ფორმით იქნება ეს აქცია, რა თქმა უნდა, გამართული. სხვა არის რომ ხელისუფლება აუცილებლად აგებს პასუხს იმაზე, რომ დაიცვას ეს აქცია, სხვა რაღაც ექსცესებისგან და ასე შემდეგ. ხო, მე უფრო მარტივი რამებს ვქვი, კახა, რომელსაც ალბათ ამდენი საკამათო არ იქნება. მოვლენები რომ მიდის პროტესტამდე, ეს არის, იმიტომ რომ ხელისუფლება როგორც უფრო გონიერი მხარე ვიდრე საპროტესტო ტალღა, იმიტომ რომ ეს მასას ეყრდნობა ხოლმე და მასას არა ავალდებული ყველაფერი გაითვალოს, უფრო ადრე უნდა გრძნობდეს სად არის ამის რისკი, პრევენცია უნდა მოახდინოს და ასე შემდეგ. ამიტომ ხელისუფლების ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში სტუმრობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ კახა გოგოლაშვილი და რამაზ საყვარელიძე. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას დიალოგის პირველი დღე და პირველი კონკრეტული გადაწყვეტილება. ხელისუფლება და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დემოკრატიული რეფორმების საბჭოს შექმნასა და მომდევნო შეხვედრის ადგილზეც თანხმდება. როგორ აფასებენ პირველ რაუნდს მონაწილე მხარეები და რა არგუმენტები აქვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც შეხვედრაზე უარი განაცხადა. დაგვალოდეთ სტუმრებთან ერთად რამდენიმე წუთში დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, ბატონ ჯონდი საღამოშვიდობის. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. თქვენ დღეს არ დასწრები ხართ იმ შეხვედრას, რომელიც გაიმართა დიმიტრი შაშკინთან, რა არის დიალოგზე ასეთი კატეგორიული უარის მიზეზი პირადად თქვენი მხრიდან? მეც ესევე კატეგორიულად მინდა გითხრათ, თუ არავითარ შემთხვევაში დიალოგზე მე უარი არ მithქვამს. ამ ფორმატით შეხვედრაზე. პირიქით მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება ის მოწოდება არის ყალბი მოწოდება დიალოგისკენ, ხელისუფლებას არ სურს, უბრალოდ არ აქვს რესურსი დიალოგის, არ არის მზად დიალოგისთვის, სწორედ ამიტომაც აკეთებს მოწოდებას ასეთ ფორმატში, ამას ამტკიცებს, ამაზე მეტყველებს ის ფორმა, რა ფორმითაც მოხდა მოწოდება დიალოგისკენ, ეს უფრო გავდა ულტიმატუმ, შანტაჟ, გნებათ მუქარას, ცოტა აქ იყო შეიძლება სარკაზმიც, რომ ეს ამ დროს გელოდებით, აი ამ მხოლოდ ამ საკითხზე სალაპარაკოთ. ამიტომ სწორედ ამიტომ უარი განვაცხადე მე თავიდანვე შეხვედრაზე. ეხლა მე თქვენს გადაცემაში გავამხელ ასევე დეტალებს, მაგრამ ეს არ არის თქვათ
ისეთი დეტა, რომელიც თქვა არ უნდა ითქვეს, მე არასოდეს პირადი საუბარი არ გამომაქვს აჯაროთ, მაგრამ ეს იყო დიალოგის პროცესი, რომელიც ასევე მიმდინარეობდა კულუარულად, ანუ ტელეფონით, რაღაც პირადი საუბრები, არა მოლაპარაკების პროცესი და მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს. მე ცალსახად განვაცხადე, რომ დიალოგი ჩვენ გჭირდება, ჩვენ ქვეყანა კრიზისში, პოლიტიკურ ჩიხში არ უნდა შევიყვანოთ, იმიტომ რომ ჩემით და ჩვენით არ დაწყებულა ეს ქვეყანა და ჩვენით არ უნდა დავამთავროთ, ისე არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ დიალოგი არა დიალოგისთვის, არამედ კონკრეტული შედეგებისთვის. მე ვთქვი, რომ მიუღებელია, როდესაც ესე გიბარებენ, ამ დროს აქ გელოდებით, მიუღებელია და იცით რა, ცოტა თუ იუმორი უნდა, მე კი ბატონო, თანახმარი იუმორს, მაგრამ საჯერ დასრულების დეპარტამენტში ხელისუფლება ოპოზიციას დიალოგისთვის იბარებდეს, ესე ცოტა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი. რათია მე მინდა შენ შეგვიდე, რომ შენი გადაცემა ერთ-ერთი საინტერესო ბლოკი იქნება ეს, ბევრ რაიმეს დეტალს გეტყვი, ამიტომ მინდა რომ გთხოვო, შენს ხელი შემიწყო. და ყველაზე მნიშვნელოვანი, მე ვთქვი, რომ ეს საკითხები, რა თქვენ ჩამოთვალეთ, შესაძლოა არ იყოს უმნიშვნელო საკითხები, მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყანა როგორ გამოიყვანოთ ჩიხიდან. დღეს ჯერჯერობით პროცესები ისე მიდის, რომ ქვეყანაში მწიფდება მასშტაბური ტრაგედია. ჩვენ პროცესს ვისაუბრებ ამაზე შემდგომ. ანუ ჩვენ მივიდივართ დაპირისპირებისკენ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ როგორ ავირიდოთ ეს დაპირისპირება. ასეთ შანსად, ერთად მე მიმაჩნია შანსი ხალხისთვის, საზოგადოებისთვის, შანსი ოპოზიციური სპექტრისთვის და პირველ რიგში შანსი სახელმწიფოსთვის, რომ არჩევნების გზით შეცვალოთ ხელისუფლება. როგორც კი ესეთი შანსი გაჩნდება, ანუ იმედი გაჩნდება, აი ეს ქუჩაში გამოსული მთელი ოპოზიცია და ანტისახელისუფლოდ განწყობილი საზოგადოება, სულ ყველა, ჩემი პირველი მე შევალ ალბათ, შეიკრიფებიან ოფისებში და პროცესები დაიწყება, ქვეყანაში დაიწყება პოლიტიკური პროცესები. უფრო ესეთი ნაკლებად სარისკო, ვიდრე დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს. მე ხისტად არ მithქვამს, სხვათაშორისო არ მithქვამს, რომ ერთ საათში გადადგეს და მე მოვალ. ანუ მე ვთქვი, რომ მოდით გავაჩინოთ ქვეყანაში შანსი, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება. როდის რამადებში ამას ითხოვს ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი. თქვენც ასე გაიგეთ. თქვენც ასე მე დაუმარცხლე ბატონ დიმიტრი შაშკინს, რომ მე არ ვამბობ, რომ დღეს გადადგეს, მე არ ვასახელებ თარიღით, მე ვამბობ, მოდით ამაზე ვილაპარაკოთ, შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ მოდით ვილაპარაკოთ. და როცა შენ მე ესე პასუხობ, რომ იცი რა, მოდი ვილაპარაკოთ სოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე, მე და შაშკინო მინდა გკითხოთ, როგორ წარმოგიდგენიათ, პირველი საკითხი ეს არის, ხო, გახსოვთ თქვენს, როგორ უნდა დავძლევოთ სოფლიო ეკონომიკური კრიზისი, როგორც არ უნდა მოვინდომოთ. ჩვენ რა ჩინეთი ვართ, შეერთებული შტატები ვართ, რუსეთი ვართ თუ ვინა ვართ. ბატონ ჯონდი, რატომ ჩვენ დავძლიოთ შიდა ჩვენი კრიზისი, რომ ჩვენ არ მივიღოთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობისკენა ჩვენ ახლა ყველანი დიდი სიჩქარით მივდივართ. ალბათ ხელისუფლებამ გულისხმობა სოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა და შედეგები საქართველოში. რატომ არ ცდილობს, თუნდაც არ ცდილობს ოპოზიცია, რომ გაგაწყეთინოს ეგ თუ იგულისხმა, ან დოკუმენტზე როგორც ზერელეთაც არის ნამუშევარი, აქაც ეთყობა რომ განწყობა ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი და მას დაუსვამთ ამ შეკითხვას. თუნდაც რომ ცდილობდეს ოპოზიცია ის ნაწილი, მათ შორის თქვენც, რომლებიც ხართ კატეგორიული წინააღმდეგნი ამ ფორმატით დიალოგის, რომ ცდილობდეს ხელისუფლებასთან შეხვედრას, თუნდაც ამ ფორმატში და საუბარს. რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა არ იქნება შედეგზე ორიენტირებული? ნათია, მოდი მე ამოწურავ და ძალიან კარგი შეკითხვაა და მე ამას გადავალ. მოდი ჯერ ერთი გეტყვით, რომ ისი რა, მე ამ ფორმატში მუშაობ. მე დიალოგის რეჟიმში ვიმყოფები, ყველა აქ საკითხი რა თქვენ ჩამოთვალეთ. მე ამ დიალოგის რეჟიმში უკვე ვიმყოფები, მუშა ვითარებაში ვარ, ისეც. და ამას მე გაგიმარტავთ. მაგალითად, საკონსტიტუციო რეფორმებზე იყო ლაპარაკი, ხო, სწორია ჩამონათვალში. მე ვარ წევრი საკონსტიტუციო ცვლილებების ჯგუფის, როგორც პარლამენტის წევრი და ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი განხილვა გქონდა. დიდი და პირი გამათების გამოიწვია, მაგრამ ჩვენ ანუ ამ რეჟიმში ისეც ვართ. დასაქმების პროგრამები, სოციალური პროექტები, რამდენიმე შეხვედრა მქონდა, მე ვაწარმოებ შეხვედრებს კაბინეტურ მუშაობას ფინანსთა მინისტრთან, პრემიერ-მინისტრთან, ძალიან მნიშვნელოვანი, მე მინდა გითხრათ, რომ უნიკალური პროექტი მქონდა. კი არ დავდივარ ბაზარ და ასე იგი პოპულიზმს კი არ ვეწევი, ანუ ვცდილობ და სხვათა შორის ძიმეთ, მაგრამ ცოტა საქმე წინ ვცდილობ ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბური სოციალური პროექტის რეალიზება მოვახდინოს სახელმწიფოში. ანუ ამაზეც მე უკვე მუშაობ. ანუ ამ რეჟიმში მე ვიმყოფები. მე ამით რატო გამოვიტანე ხლა საჯაროზე ეს საკითხები? ეს უბრალოდ პიარია და მეტი არაფერი. მე ერთ დეტალსაც გეტყვით. დღეს დამიკავშირდა ბატონი დიმიტრი შაშკინი, რომელსაც კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ წლების განმავლობაში ჩემთვის ეს არ არის მინისტრი. მე წლების განმავლობაში ამ კაცთან თანამშრომლობდი და ეს თანამშრომლობა გამოდიოდა. ის იყო საზოგადოებამ შეიძლება არ იცოდეს,
წლების განმავლობაში ერთი თვეა მინისტრად დაინიშნა საერთაშორისო როგორ? რატომ არ არის მინისტრი თქვენთვის? არა, რას ლაპარაკობ? ანუ ესე იგი მინისტრის და დეპუტატის ურთიერთობა არ მაქვს. ანუ მე მასთან შეჩვეული ვარ თანამშრომლობას, ეს არის ძალიან გონიერი ადამიანი და თანამშრომლობა ყოველთვის გამომდიოდა. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუტის IRA-ის დირექტორი, რომელიც ჩვენ კვლევებში გვეხმარებოდა, ძალიან რჩევებს აქეთ გვაძლევდა, PR-ი, თქვა როგორ გეწარმოებია და ასე შემდეგ. სემინარი რომ მით უმეტეს ამას გიხსნით. და მე როცა მას განუმარტე ჩემი მოსაზრებები ძალიან კარგად გაიგო. და დღეს დამირეკა და მითხრა რომ ბატონო ჯონდი, აი ციტირებას ვაკეთებ. ბატონო ჯონდი, ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა თქვენი პირობა, რაც თქვენ დააყენეთ, მზად ვართ შევხვდეთ სხვა ტერიტორიაზე, პერიოდში, სხვა დროს, თქვა 5 საათზე, როგორ მოგწევთ თქვენ ეს დრო, მე ვთქვი ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ასევე მინდა დავაზუსტო თქვენთან, რომ როგორ იქნება ის საკითხი, რომ თქვენი პროექტებზე რაც თქვენ თქვით, მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. კი ბატონო, რადგან თქვენ მნიშვნელოვნად მიგაჩვენეთ ვილაპარაკოთ, მაგრამ იმაზეც ხარ ველაპარაკა, რაც ჩვენ მიგვაჩნია ოპოზიციას მნიშვნელოვნად. ნუ მაინც რა თუ ულტიმატუმი არ იქნება, კი ბატონო, ესეთი იყო პასუხი. მე ვთქვი, არა დიმიტრი, ეს არ იქნება ულტიმატუმი. ეს იქნება თემა, მოდი ზოგადად ესე ვთქვათ, რომ ულტიმატუმს არ დაიდგავსოს, თემა, როგორ გამოვიდეთ პოლიტიკური ჩიხიდან. და მან მითხრა, რომ ეს მისაღებია. მაშინ მე ვთხოვე, აი აქ იმუშავა იმ დუბლობამ, არა დიმიტრი შაშკინის მიმართ, ზოგადად ოპოზიციის და ხელისუფლების ურთიერთობის უნდობლობამ, მე მას ვთხოვე, რომ მაშინ დიმიტრი იქნებ ჩატარდეს ბრიფინგი და საჯაროდ განაცხადოთ ეს, რომ თქვენ ამისთვის მზად ხართ და მე მოვდივარ. და ჩვენ ვიყავით შეთანხმებული, რომ მე 5 საათს მერეში უნდა მივსულიყავი. მართლაც მე უკვე ჟურნალისტებთან ახლა გვაქვს ყველას ხო ჩვენი კულუარული კავშირი 40 წუთში ჩვენი სატელეფონო საუბარი დაინიშნა ბრიფინგი და მე ჩავთვალე რომ დიმიტრი შაშკინის სიტყვას ასრულებდა და დიდი გულისყურით ჩავთე ეგრამა თქვა რომ კი შევცვალეთ ადგილი შევცვალეთ დრო მაგრამ არ თქვა რომ ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ოპოზიციის განვიხილოთ კი არ დავთანხმდეთ განვიხილოთ ის საკითხები რაც ოპოზიციას აინტერესებს. თქვენ მხოლოდ ამ პირობას ელოდით იმისთვის რომ წასულიყავით შეხვედრაზე. დიახ, თუ არა აქ არის დიდი შაშკინი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და კითხეთ. მე ვუთხარი რომ მოდი ჩვენ ვილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისიდან როგორ გამოიყვანოთ ქვეყანა. ნათია თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო მნიშვნელოვანი 9 აპრილი მოდის? არ უნდა ყოფილიყო 9 აპრილის ირგვლივ. ჩვენ უნდა ვეუბნებოდო თუ ხელისუფლება უნდა გვეუბნებოდეს რომ ბიჭებო მოდი 9 აპრილზე ვილაპარაკოთ. როგორ ავირიდოთ კრიზისის 9 აპრილს. როგორ შევინარჩუნოთ სტაბილურობას, როგორ მოვახერხოთ სისხლი არ დაიღვაროს, თქვა ქაოსი არ ჩვენ უნდა თვითონ უნდა თავაზობთ. ბატონო ჯონდი, თუნდაც ის რომ ხელისუფლება სწორედ ამ ეტაპზე გამოვიდა ასეთი ინიციატივით, მოდით და ვისაუბროთ. არ მიანიშნებს თქვენთვის იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს დაილაპარაკოს პოლიტიკურ ოპოზიციასთან და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები ერთად დასახოს. არ მიანიშნებს, ნახეთ, ეს თქვა მოდი დავილაპარაკოთ, იქ ჩამოთვალა აი ამ საკითხებს. კრიზისი პოლიტიკური კრიზისიდან აბა თქვენ არის რამე თქვამი 9 აპრილის მოსალოდნელი დაძაბულობა მოდი რბილად თქვათ რომ ხალხი არ დავსაფროთ არის რამე თქვამი დოკუმენტში და მე გეუბნებით მე ოპოზიციის წარმომადგენელმა მე შევთავაზ მე ვეუბნები რომ მოდი ამაზე ვილაპარაკოთ მაგრამ მოდით ამაზეც ვილაპარაკოთ და თუ არ მისაღებია მე მაინც ვუთხარ დიმიტრი გაიარე შენებთან გაიარე საკითხი და ვთხოვთ რომ საჯაროდ გააკეთოთ რომ მე ვიყო გარანტირებული, მე რომ ეს არ მომეთხოვა, წარმოვიდგინეთ, მე მივიდოდი მერიოდში და დამხდებოდა ეს სიტუაცია. ანუ თქვენ დავთ რომ დიმიტრი შაშკინი ამაზე თანახმა იყო და არ იყო პოლიტიკური ნება იმისა რომ ლაპარაკების დროს მან მითხრა, კი ბატონო ჯონდი, ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ მაგ საკითხებზეც, რომელიც თქვენ გაინტერესებს, თუ კი თქვენ არ დააყენებთ ულტიმატუმს, რომ აი ახლა გადადგეს პრეზიდენტი და მე შემოვალ ახლა მე ვთქვი მე არ ვაყენებ ულტიმატუმს. ჩემთვის მე პირდაპირ გეუბნები, ჩემთვის მიუღებელია ან ჩვენი მხრიდან, ან მათი მხრიდან ულტიმატუმის და შანტაჟის ენაზე ლაპარაკი. ჩვენ ამის ფუფუნება ახლა არ აგვაქვს. ქვეყანა თავზე გვენგრევა და როგორღა ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ნათია. თქვენ როგორ ფიქრობთ? დღეს რესურსი ჯერ კიდევ არ არის დაკარგული. ხვალზე შეიძლება დაგვიანდეს, მაგრამ ჯერ დიალოგის რესურსი არსებობს. მიშას რომ პრეზიდენტს რომ მოლაპარაკება ჩვენთან დომებოდა. ციხეების მინის ჩემთვის საპატივცემულო ადამიანს ძალიან გამოსილ დიმიტრი შაშკინს კი არ გამოგზავნიდა ულტიმატუმით. მივიდოდა პატრიარქთან და თხოვდა რომ მოდი შევკრიბე. როგორ ფიქრობთ? პატრიარქს რო ჩვენთვის დაეძახა, რომელი გაბედავდა? კარგი გამასრულებინე. რომელი გაბედავდა და არ მივიდოდა იქ. ჩვენ დღეს ყველანი პატარა ბავშვები და ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით ვისხდებოდით ერთმაგიდასთან. პატრიარქის ერთ დაძახილზე და თქვენ რა ფიქრობთ რომ პატრიარქი უარს ეთყოდა პრეზიდენტს?
ან რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელი მომისული ხო? მე მინდა გითხრათ, არაერთხელ ჩვენ შორის პატრიარქი ჩამდგარა. არაერთხელ პატრიარქმა ქვეყანას აარიდა დიდი დაპირისპირება. და გამოეყენები ეს რესურსი ეხლაც. როცა წინა პლანზე როცა ყავს პატრიარქი, რომლის გავლენა ჩვენზე არის უსიტყვო და უპირობო და შარშკინს უშვებ, რომელსაც ვიმეორებ პატივისცემ, მაგრამ ნახეთ როგორი შეიძლება გამოცდილებას, როგორი შეცდომა შეიძლება არ იყოს ეს დიმიტრი შეცდომა. შეიძლება ვიღაცა არ დათანხმდა. როდესაც ოპოზიცია, რომელიც არ თანხმდება ამ შეხვედრაში მონაწილეობას, ამბობს, რომ დიალოგი არის საჭირო, მაგრამ დიალოგი უნდა იყოს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და ულტიმატუმების გარეშე, ეს ოპოზიცია თქვენც ახსენებთ, აი განაცხადეთ ეგ რომ დიმიტრი შაშკინს უნდა გაეკეთებინა საჯარო განცხადება იმისათვის, რომ თქვენ მისულიყავით ამ შეხვედრაზე. ეს არ არის თქვენი მხრიდან წინაპირობების და გარკვეული პირობების წამოყენება. აი ესე იგი, მოდით ერთი ოპოზიცია ამბობს, რომ მე ვამბობ იმას, რასაც მე ვამბობ. მოდი განვიხილოთ ეს საკითხი, რასაც მე ვამბობ და მე თუ გნებავთ, განვიხილოთ, რასაც ამბობს ოპოზიცია, რასაც ამბობს ოპოზიციის მეორე ნაწილი და რასაც ამბობს ხელისუფლება. მაგრამ წინაპირობის კერგო მე უბრალოდ უთხარი, რომ მოდით ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, მაგრამ იმაზეც, რომელიც მე აბა დიალოგი რა არის? მაშინ ეს მონოლოგია. ნათი ალბათ დამეთანხმები და მე ულტიმატუმი კი არ დავაყენე. მე იმიტომ მომთხოვე საჯარო განცხადება არ ვენდობოდი. და ჩემი უნდობლობა ხო გამართლა. რატო მე მგონი ხო მიხვდი მე რა გავამხილა საჯაროდ ეთერში. გასაგებია იყოს შეთანხმება რომ მოდი ვილაპარაკოთ ამაზეც, მაგრამ ვილაპარაკოთ მოდით ამაზეც. ყოველგვარი ულტიმატუმების, ყოველგვარი გადადგომების გარეშე მე შემიძლია ეხლა ამ ეთერში დრო არ გვექნება, მაგრამ მზად ვარ ხვალ არ ვიცი თუ რომელიმე პირდაპირ ეთერი ამ თემაზეც ვილაპარაკო, მე რას გულისხმობ ამ შანსიდეს და ძალიან უაღრესად მისაღები კომპრომისული წინადადება, მე ფიქრობ რომ ეს მისაღები იქნება ჩვენთვისაც და ხელისუფლებას, მაგრამ პირველ რიგში სახელმწიფოსთვის ჩვენ ეხლა წინა პლანზე უნდა გამოვიტანოთ არა ის რა არის მისაღები რომელიმე პარტიისთვის რო პრეზიდენტის კამს დაეუფლოს, არამედ ის რა არის დღეს სახელმწიფოსთვის მისაღები. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მე შევთავაზე და პრაქტიკულად ნიშნავს რომ ამ ეტაპზე უარი მივიღე. მე დღეს გადავწყვიტე რომ მუდმივ რეჟიმში ვიყოფებოდე, რომ მოუწოდებდე ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ და ულტიმატუმის ენაზე უარის თქმისკენ. და ეხლა მე მინდა თქვენს ეთერში გამოვიყენოთ თქვენი ეთერი და საზოგადოებას გავამხილოთ ჩემი ჩანაფიქრი. რადგან ხელისუფლებამ არ გამოიყენა ქვეყანაში უდიდესი რესურსი დიალოგის პატრიარქის სახით, მე ვფიქრობ, ხვალ მივიდე პატრიარქთან, ჯერ ერთი მე მინდა ავიღო სხვადასხვა საკითხებზე უბრალოდ მისი მოსაზრებები მოვისმინო, რჩევა ავიღო და მინდა ვთხოვო პატრიარქს გამოიყენოს მისი გავლენა ჩვენზე ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და ერთი დაჯდომა, რა თქმა უნდა, მე პატრიარქი ვერ დაესწრება და ჩვენ ვერ გავასრულებ და შევკრიბოს. აი ეს არის, აი აქ ჩანს, ვის სურს დიალოგი და ვის არ სურს დიალოგი. მე მინდა გითხრათ, რატომ აკეთებს ხელისუფლება ამას? ხელისუფლებას სჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე გაყიდოს აზრი, ანუ გაავრცელოს აზრი, რომ ის ჩვენ გვეძახის დიალოგისკენ და აი დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ამ დიალოგში მონაწილეობის არ მიღებით ოპოზიცია შანსს უშვებს იმისა, რომ ვითარება რეალურად განიმოხტოს ქვეყანაში. ოპოზიცია კი არა, სახელმწიფო ქვეყანა უშვებს შანსს. წყალსაუღია ოპოზიციას და პოზიციას. ჩემი დაწყებული. ქვეყანა თუ ჩვენ თავზე დავიმხეთ, მაშინ მე ესე იგი რას ნიშნავს ან პოზიცია ან ოპოზიცია. ქვეყანა უშვებს შანსს და მე გეუბნები ჩვენ ყველა ერთად ჩემით გნებავთ დაწყებულია თუ დამთავრებული დიდი სიჩქარით ქვეყანას მივაქენეთ უსკულისკენ. ქვეყანაში შეიძლება მოხდეს მასშტაბური დაპირისპირება, ანუ ტრაგედია. თქვენ ამბობთ ხალხი არ უნდა დავზაფროთო. მე ვამბობ თუ სადღაც ჩვენ ეს არ გავწყვიტეთ და რო არ დაიგავთ, უნდა დავასრულოთ საუბარი. არის რესურსი. უნდა დავასრულოთ საუბარი. ყველაფერი არ არის ამოწურული და ქვეყანაში ყავს ადამიანი ვის სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდოდა შეკითხვის დასმა. დღეს შეხვედრაზე მონაწილე საპარლამენტო ოპოზიციამაც დააყენა ინიციატივა მომდევნო შეხვედრების რომ მოხდეს ამის გათვალისწინება, რომ მომდევნო შეხვედრები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოში. ასეთ შემთხვევაში წახვალთ თქვენ დიალოგზე, თუნდაც ამ ფორმატით. ესე იგი, მე თქვენ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, მე წავალ დიალოგზე კი არა, მე მოუწოდებ დიალოგისკენ. კიდევ ერთხელ მინდა ნათი თუ ვერ ჩავწვით თუ კი ამ ფორმატით გაიმართა თუ კი ამ ფორმატით გაიმართა ისე დიალოგი საპატრიარქოში კი არა თუ გინდა სასახლე კოლონიაში შევალ ოღონ დიალოგი იყოს კოლონიაში ვილაპარაკოთ სადაც გინდა ქუჩაში დავდგე და ვილაპარაკოთ ნებისმიერ სახელ თუ კი ეს იქნება დიალოგი არა დიალოგის არა შედეგისთვის ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ შანსს გამოიყენებ მაგრამ მე რატო ვახსენე პატრიარქი მე ამით თქვენ და საზოგადოებას ვაჩვენო ხელისუფლებას დიალოგი არ უნდა. როცა პატრიარქი ყავს, შვამავლად, შე თუ ეს გინდა
და ამ დროს უშვებს შაშკინს, პეტრეცისკარიშვილს, პალიკო კუბლაშვილს, თუნდაც რომელიმე ჩვენთანგანს ამათ რომელიმე მნიშვნელობას კი არ ვამცირებ. ყველას მიმართ, ყველას პატივს ვემკაცო. მაგრამ იგივე თუნდაც პეტრეცისკარიშვილზე, პალიკოზე, პრეზიდენტზე, ჩემზე, ყველაზე ხო ჩვენ ერთმანეთზე უფრო მეტი გავლენა გვაქვს პატრიარქს. დიდი მადლობა. ამიტომ ეს რესურსი უნდა იყოს გამოყენებული. ძალიან დიდი მადლობა. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. დეპუტატი ჯონი ბაღათურია გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დაგველოდეთ ჩვენ რამდენიმე წუთში დაბრუნებით პირდაპირ ეთერში. პირველ თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მურთაზ ოდელავა, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე, საღამოშვიდობის ბატონებო. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონო ლევან, თქვენ ესწრებოდით იმ შეხვედრის პირველ რაუნდს, ასე დავარქვათ, რომელიც დღეს შედგა. როგორ შეაფასებთ, რამდენად ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა ეს შეხვედრა? ამ შეხვედრაზე შესვლამდეც და ამ შეხვედრაზეც მე დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია ქრისტიან დემოკრატების, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა ჩვენ და ხელისუფლებამ ვისაუბროთ, დიალოგი გავმართოთ რაღაც კონკრეტულ თემებზე, იქ იყო ბატონი პალიკო კუბლაშვილის და მე ვუთხარი ბატონ პალიკოს, რომ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს საუბრის პარლამენტში ვხედავთ და შეგვიძლია ყოველდღე ხვდებით ერთმანეთს და სესიაზე იქნება თუ საკომიტეტო მოსმენაზე და შეგვიძლია იქ ვისაუბროთ. თავარი ამ შემთხვევაში პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გვყავს ორი დაპირისპირებული, ასე ვთქვათ, მხარე რადიკალურად დაპირისპირებული, ეს არის ოპოზიციის რადიკალურად განწყობილი ნაწილი და ხელისუფლება. თავარია თქვენ ხელისუფლებამ და ამ შემთხვევაში ბატონი მურთაზ წარმოადგენს ხელისუფლებას უნდა გაუჩინოთ мотиваცია, იმიტომ რომ თქვენზე ახება პასუხისმგებლობა, ხო? ეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი ყოველთვის აგებს პასუხს რა მოხდება ქვეყანაში. ამიტომ თქვენ უნდა გაუჩინოთ мотиваცია რადიკალურად განწყობილ ჯგუფსაც, რაც არ უნდა რადიკალურად იყოს განწყობილი, რომ მას იგი დაждდეს სალაპარაკოდ და მოდით ასე ვთქვათ, ეს შემოთავაზება, ბატონო ვისაუბრეთ და ძალიან კარგი იყო ის, რაზეც შევთანხმდით, მაგრამ საბოლოო ჯამში ის, რაზეც შევთანხმდით, ისიც ვერ განხორციელდება, თუ კი პოლიტიკური სპექტრი არ იქნება ჩართული. ის შემოთავაზება, რაც წამოვიდა ხელისუფლების მხრიდან დიალოგზე, არის თუ არა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ადეკვატური იმ მოთხოვნებისა, რასაც აყენებს რადიკალურად წოდებული ოპოზიცია და როგორ ფიქრობთ, ამ შემოთავაზებაზე წამოვიდოდნენ თუ არა ისინი? პირველი რაც არის და უმთავრესი, რაც მე მგონია, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ძალიან დაგვიანებული ნაბიჯი, იმიტომ რომ ერთი თვის წინ რომ ყოფილიყო მსგავსი ინიციატივა, მე მგონი რომ უფრო ადეკვატური იქნებოდა რეალობის და გაცილებით ბევრი თუნდაც რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური ჯგუფი გამოხატავდა სრულს აი ამ დიალოგის დასაწყებად. ეს პირველი საკითხი. მეორე საკითხი არის ის, რომ ჩვენ მივიღეთ როგორი სიტუაცია, რომ არის რადიკალურად განწყობილი ოპოზიციის ნაწილი, რომელიც იძახის, რომ ერთადერთი პირობა არის სააკაშვილის გადადგომა, რომ წარმოიდგინოთ კალათები რა, ამ კალათებში დევს დავუშვათ საარჩევნო კანონმდებლობა, კონსტიტუცია, სასამართლო ხელის მედია, ერთ-ერთ კალათას ქვია დავუშვათ მიხეილ სააკაშვილი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ოპოზიციურად განწყობილ რადიკალური ოპოზიცია იძახის, რომ ყველა სხვა კალათასთან დაკავშირებით ჩვენ მერე მოვილაპარაკებთ, ამ ერთ კალათაზე თქვენ დაგელაპარაკებით. ეს ხალხი აგერ ბატონი მურთაზი ამბობს, რომ ამის გარდა ყველაფერზე დაგელაპარაკებით. არის ცხადი რომ არათავსებადობა. ასე ვითარება შედის ჩიხში. ხო, ვითარება არის ჩიხში, ამიტომ ჩვენ თქვით, რომ მოდი ამ კალათებად კი არ დავყოთ და დღეს ეგ შეთავაზება ქონა ჩვენ ბატონ დიმიტრი შაშკის, ბატონ პალიკოსაც და მედიის საშუალებითაც მე გავაჟღერეთ. მოდი კალათებად კი ნუ დავყოთ ყველანი ერთად აი ამ ურთიერთობას და აი ამ დიალოგის წინაპირობებს. მოდი ვთქვათ ყველაფერზე უარი, ყოველგვარ წინაპირობებზე, ყოველგვარ კალათებზე და პირველმა პირებმა, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი არის ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. ხა მეორე პრობლემაა ის, რომ 4 წელია ბატონი მურთაზ შეიძლება არ დამეთანხმოთ, ის როგორც პრეზიდენტი ისე კი არ მართავს ამ ქვეყანას ყველას პრეზიდენტი, არამედ როგორც ამ ნაციონალური მოძრაობის ვიწრო გუნდური ინტერესების გამტარებელი ადამიანი, მაგრამ ეს არის ლიდერი. დღეს ფაქტია და ამიტომაც ის უნდა დაждდეს სასაუბროდ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერთან. დღეს წამოყენებული ინიციატივაზე აუცილებლად დაუბრუნდებით ამ თემას. ბატონ მურთაზ, ხომ არ დააგვიანა ხელისუფლებამ შეეთავაზებინა რადიკალური ოპოზიციისათვის კრიზისიდან გამოსვლის გზა? მე ასე არ მიმაჩნია, მოდით დავიწყოთ იქიდან თუ ვინ გააჟღერა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბოლო დღეების განმავლობაში დიალოგის თემა და ზოგადად მოწოდება დიალოგისკენ ეს გააკეთა სწორედ საქართველოს პრეზიდენტმა. რაც შეეხება იმას თუ გაუკეთებია თუ არა იგივე თქვა გადაგვიდგამს თუ არა იგივე ნაბიჯი ჩვენ ხელისუფლებას ადრე გეტყვით რომ კი ესე იყო. ბოლო პერიოდის განმავლობაში და ეს პერიოდი არ არის მხოლოდ ერთი თვე ან ერთი კვირა, რამდენიმე წელია პრეზიდენტი გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ უნდა მოხდეს კონსოლიდაცია, უნდა მოხდეს გარკვეული თემების ირგვლივ კონსოლიდაცია, ძირითადი საკითხების ირგვლივ კონსოლიდაცია და ის გულისხმობს, რა თქმა უნდა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, საპარლამენტოს, არასაპარლამენტოს. კი ბატონო. თქვენ რატო აი როგორ შეაფასებდით, რატო ქონდა ჩვენ გამოცდილება ასეთ დიალოგის სუდი, ანუ ყოველ დიალოგის შემდეგ რატო ვიღებდით უარეს, ვიდრე მანამდე რაც ქონდა
იქამდე, ანუ რატო ხდებოდა ეს? ვერც ამაში ვერ დაგეთანხმებით, ვინაიდან გულისხმობ თებერვალი მარტის არა მარტო შეთავაზებები ყოფილა, არამედ იყო კონკრეტული ნაბიჯებიც, ჩვენ გვახსოვს ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული საკმაოდ სერიოზული რეფორმები და ცვლილებები ოპოზიციის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ჩვენ მათ მივეცეთ დამატებითი ბერკეტები პარლამენტში და პარლამენტის გარეთ, ჩვენ მათ მივეცეთ დამატებითი ბერკეტები ამა თუ იმ სათათბირო ორგანოებში და კონკრეტული სფეროების მაკონტროლებელ ორგანოებში და გატარდა რამდენიმე ცვლილება, რომელმაც მისცა საშუალება ოპოზიციას უფრო მეტად ყოფილიყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ზომიერი ნაწილი ოპოზიციის ჩვენ შემოვედით პარლამენტში და აი ამ სისტემაში ჩვენ მონაწილეობდა პარტნიორობდა კონკრეტული ასე ვთქვათ მექანიზმების ათვისების ახალ პროცესში ვართ. კი ბატონო, დიდი მადლობა ამის, მაგრამ პრობლემა არის სხვა რამეში. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ქრისტიან დემოკრატებს ეს ხალხი ქუჩაში არ გამოყავს. ეს ხალხი გამოყავს ქუჩაში იმ ადამიანებს, რომლებიც ერთხელ უკვე თქვენთან და მათ მიიღეს სურათი, რომ მივიღეთ უარესი ანუ რაზეც ხელისუფლება გასაწევსაც მონაწილეობდნენ დიალოგში. იმას რა შეცდომების დაუშვეს, მოდი იმაზე ნუ ვილაპარაკებ, ისინი აქ არ არიან და მოდი თქვენ ვისაუბროთ, იმიტომ რომ თქვენ მგონია რომ ბატონო, თუ მომცემთ საშუალებას, ამაზეც მოგახსენებთ. მათ შორის ბოლო ეტაპი, ესე ვთქვათ, ბოლო პერიოდში გაჟღერებული კიდე ერთი მორიგი, ვთქვათ, მოწოდება ხელისუფლების დიალოგისკენ არ იყო მიმართული მხოლოდ ერთი ვთქვათ გუნდისკენ, ან ერთი ნაწილისკენ ოპოზიციის. ეს იყო მოწოდება ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსისადმი, ყველა პარტიისადმი, რომელიც წარმოადგენს ოპოზიციურ ძალას. ჩვენ არ ვცდილობთ გამოვხშიროთ ან ესე ვთქვათ მოვახდინოთ რაღაც სელექცია და მხოლოდ იმ ნაწილს ვესაუბროთ ოპოზიციის, რომელიც უფრო ადეკვატურია, მე მომეცით საშუალება რომ ასე შევაფასო უფლება. ჩვენ ვამბობთ, ჩვენ მოუწოდებთ ყველა პოლიტიკოს, ყველა პარტიას მოხდეს დიალოგი და რა შეეხება იმას წამოვიდა ამ ფორმატზე დიალოგზე არაადეკვატურია ბატონო. მე ვთვლი რომ ნაადრევი ამგვარი დასკვნების გაკეთება ჩვენ გვაქვს კიდე საკმაოდ დრო იმისათვის რომ მოხდეს ამ პროცესში დამატებითი ვთქვათ სპექტრის ჩართვა. მე იმედი მაქვს რომ ეს სწორედ ასე ხდება. ხარა განაცხადეს რომ თუ შემდგომში ჩაერთვება დანარჩენი ოპოზიცია ამ პროცესში, ამ დიალოგის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები ამ შემთხვევაში არ გადაიხედება. არა, დიალოგში მონაწილეობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ამ მონაწილეობის პროცესში დასმულ საკითხებზე მოხდეს კონკრეტული მსჯელობა, რაც უფრო მეტი მხარე მიიღებს ამ მსჯელობაში და დიალოგში მონაწილეობას ჩემის აზრით მით უკეთესი შედეგი იქნება, ასე ვთქვათ. ეხლა რაც შეეხება იმ თემებს, რომელსაც ჩვენ თავაზობთ ოპოზიციას და ზოგადად ყველა, ასე ვთქვათ, დაინტერესებულ მხარეს, მე ვთვლი, რომ ჩვენ ყველა ძირითად საკითხზე საკმარის, ვთქვათ, საშუალებას ვაძლევთ და საკმარის თემატიკას ვწევთ იმისთვის, რომ ამას დაერქვას სერიოზული მსჯელობა, სერიოზული დიალოგი, ესე ვთქვათ, სერიოზულ თემებზე დიალოგი, ეს არის კონსტიტუციური ცვლილებები, ეს არის ეკონომიკური სფერო და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არის პრობლემატური სიტუაცია, არის ეკონომიკური კოლაფსის ან კრიზისის საშიშროება და ამასთან მიმართებაში არსებულ საკითხებზე დიალოგი, ეს არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ეს არის უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა, ეს არის ჩამოვთვლით თუ შეიძლება, ეს არის საარჩევნო კოდექსის ირგვლივ საუბარი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ყველამ, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა ვიცით ამის შესახებ, ეს არის უსაფრთხოების კონცეფციაზე მსჯელობა, ეს არის სასამართლო რეფორმაზე მსჯელობა, ეს არის თუნდაც იგივე ახალი სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც მნიშვნელოვნად ეხება სასამართლო რასაც აღიქვამს ოპოზიცია წამოყენებულ პირობად და ულტიმატუმად. მე მგონია ისე თქვა, რაც დავსაგადეთ ულტიმატუმი ამ პირობა. რამდენად ადეკვატურია ეს შეთავაზება იმ მოთხოვნებისა, რა მოთხოვნებსაც აყენებს რადიკალურად წოდებული ოპოზიციის ნაწილი. არის დიალოგის წინა პერიოდში, დიალოგის მოთხოვნილება სწორედ იმიტომ ჩნდება მხარეებს შორის, ესე ვთქვათ, ან საზოგადოებას გაუჩნდა ამ შემთხვევაში მოთხოვნილება, როგორც მე ვარ ინფორმირებული და ნამდვილად ეს ასეა. არის აზრთა სხვადასხვაობა. დიალოგი იმ შემთხვევაში არის სასურველი თუ არსებობს სხვადასხვაობა, ამ შემთხვევაში დიახ, დავითანხმები ბატონ ლევანს, არსებობს სხვადასხვაობა და სწორედ ამიტომ არის საჭირო დიალოგი. დიალოგი კი თავისთავად იმისთვის არსებობს, რომ ამ სხვადასხვაობიდან ადამიანები კონკრეტული პრობლემის ირგვლივ შეიკრიბონ, ესე ვთქვათ, დაუახლოვდნენ ამ კონკრეტულ პრობლემებს იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. ხომ არ იქნებოდა უფრო მართებული ხელისუფლების მხრიდან ყოფილიყო შემოთავაზება, ყოფილიყო წარმოებულიყო დიალოგი და შემდგომ ამ დიალოგის პროცესში გამოკვეთილიყო ის საკითხები, რაზეც მეტნაკლებად მოახერხებდა. მე მგონი ჩემი ჩამონათვალი იმდენად, ვთქვათ, მაგრამ სწორედ ამ ჩამონათვალმა განაპირობა, მე მგონი არც დარჩა სხვა ნაწილი არ წამოვიდა მე ჩამოთვალე ყველა მიმართულება ფაქტიურად. უსაფრთხოება, კონსტიტუცია, საარჩევნო კოდექსი, ფისკალური პოლიტიკა
რა დარჩა მიღმა? მე მგონი არაფერი მიღმა არ დაგჩენია, სერიოზული მიმართულება. ბატონო ლევანმაც გაიხსენა შარშანდელი პროცესები, როდესაც მიმდინარეობდა დიალოგი და შემდეგ ოპოზიცია ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ მან ამ დიალოგის შედეგი ვერ დაინახა. ხშირ შემთხვევაში ისმოდა ასეთი ბრალდება, რომ ხელისუფლება მოქმედებს ხელის გადაგრეხვის პრინციპით და ყოველთვის იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც არის მისთვის სასურველი. ამ პროცესში, როდესაც ეს დიალოგი მეტნაკლებად დაიწყო, რამდენად მზად არის ხელისუფლება თავისი ოპოზიციის პოზიციები და მოსაზრებები გაითვალისწინოს. რაც შეეხება ზოგადად ჩიში მისაუბაზე რა შედეგს მივიღებთ დიალოგის განხორციელების შემდგომ, მე მინდა გითხრათ, რომ გარანტია, ესე ვთქვათ, თუ შეიძლება აქ ეს სიტყვა იქნას გამოყენებული იმისა, რომ დიალოგი იქნება ეფექტური, არის თუნდაც ის, რომ ჩვენ, ანუ ხელისუფლება, ყველა შემთხვევაში, როდესაც შედგა დიალოგი და მივედით კონკრეტულ დასკვნამდე, მივედით კონკრეტულ, ესე ვთქვათ, შედეგამდე, ჩვენ ვასრულებთ ჩვენ მიერ მიცემულ პირობას. თუნდაც ეს შეიძლება იქნას საქმული როგორც გარანტია, ვინაიდან ჩვენ ყველა წინა შემთხვევაში ბოლო პერიოდის განმავლობაში მე მგონი ვერ დაგძრახავს იმაში, რომ ჩვენ რამეზე შევთანხმდით ოპოზიციასთან და მე ეს არ გამახორციელეთ. პირიქით, ჩვენ თუ რამეზე ვთანხმდებით, ჩვენ ყველა ეს რეფორმა იყო ეს თუ რაც კონკრეტული გადაწყვეტილებები გამახორციელეთ. ესეც ალბათ უნდა იქნას გათვალისწინებული. ხედავთ მზადყოფნას იმისა, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს თქვენი მათი ოპონენტების მოსაზრებები და გარკვეულწილად წარმოვიდეს კომპრომისი. ეს ახლა მოვაწყოთ პირდაპირ ეთერში თუ გნებავთ, მაგრამ მანამდე ერთი აზრი მინდა რა შტაბ-ჭრილება როცა მოვისმინეს ბრიფინგი, როცა უმრავლესობის წევრები იდგნენ, იქ პირველი შტაბ-ჭრილება იცით რა დამრჩა, რომ რატომღაც გონია რომ ჩვენი ასე ვთქვათ საუბარი და ჩვენი მიმართვა იყოფა ორ ნაწილად. ერთი არის ჩვენი ამორჩეველი, ასე ვთქვათ, ჩვენი მოსახლეობა და მეორე საერთაშორისო თანამეგობრობა. მე რატომღაც შტაბ-ჭრილება დამრჩა რომ ის ბრიფინგი არ იყო გათვლილი შიდა მოხმარებისთვის, ეს იყო საერთაშორისო მოხმარებისთვის და რატო? ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იცოდნენ რადიკალური ოპოზიციის განწყობა, რომ ამ შეთავაზებაზე ისინი უარს იტყოდნენ და უბრალოდ ეხლა ცდილობენ საერთაშორისო თანამეგობრობას უთხრან, რომ აი ხედავთ ვინ არიან, აი ხედავთ ვინ არიან ეს გიჟები, ამ ველურები, ჩვენ ერთმანეთის ამათ უნდათ რომ ეს სისხლი შეჭამონ და ამ შემდეგ და მე ეგეთ შტაბ-ჭრილება დამრჩა ეხლა მე აზრის გამოხატვის უფლება მაქვს ჩემი შტაბ-ჭრილება. მე ამიტომ თქვი იმავე დღეს როგორც კი ბრიფინგი მოვისმინე, რომ მოუწოდე ოპოზიციას რომ რადიკალურ ნაწილს რომ ხალხო, ნუ მივიცემთ, ნუ ვითამაშებთ ხელისუფლების თამაშს და პირიქით მივიდეთ და მოვისმინოთ რაზე არიან წარმომსვლელები. თუ დავინახავთ რომ არაფერზე არ არიან წარმომსვლელები, ეს მინიმალური შანსიც მე სათქმელად გქონდეთ თქვენ რომ იცი რა ჩვენ ეს მოსინჯე და ამაზეც არ წამოვიდა ხელისუფლება, სამწუხაროდ ეს შანსი რადიკალურმა ოპოზიციამ არ გამოიყენა და დღეს ნებისმიერ შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსი იქნება თუ რა დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი კოლეგები უმრავლესობიდან ეთქვიან მათ რომ იცი რა ჩვენ რადიკალურ ნაწილს ოპოზიციას შევთავაზეთ, მაგრამ სამწუხაროდ ისინი არ მოდიან და რა ვქნათ. აი რა ვქნათ, რა გავაკეთოთ. ეს იქნება ძალიან მარტივი ახსნა მათთვის, თუნდაც იმ სავარაუდო, ასე ვთქვათ, ძალისმიერი სცენარების გასამართლებლად, რომელიც შეიძლება ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ესეც ხო არის შესაძლებელი, ესეც მოხდეს, ხო ძალისმიერი სცენარით მოხდეს პრობლემის მოგვარება. ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები ვამბობთ, რომ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, ყველამ აბსოლუტურად არა აქვს ამას მნიშვნელობა, რომელი ბანაკი ხარ. დღეს რეალურად მივიღეთ ორი დაპირისპირებული, რადიკალურად დაპირისპირებული ბანაკი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ყველა ორივე მხარე უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ესეთი სცენარები, ასე ვთქვათ, ავარიდოთ ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენ თუ ეხლა ავირიეთ 10-15 წელი აღარ გვეყოფა რომ დავლაგდეთ, იმიტომ რომ ეს იქნება 50 წელი უკან გადავარდნა, დარწმუნებული იყავით. რაც შეეხება ეს მე გეტყვით ახლა დღეს იქნება გიპასუხოთ და მე ხო, კი ბატონო, რა, რამოდენიმე კითხვას დაგისვათ, აი რაზე ხარ წარმოსვლელები და აქვე ერთად ტესტი გავაკეთებ და მე თუ გნებავთ ჩავატაროთ ტესტი. მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ არ მიგვაჩნია რომ ქართველ ხალხს უფრო ნაკლებად უნდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, ვინმე საერთაშორისო თანამეგობრობა. ხალხისთვისაც იყო იქ მესიჯი. საზოგადოებას მე პირველი ნომერი გეტყვი, ბოდიში რომ გაწყვეტინებას დამავიწყდა ქართველი საზოგადოებისთვის იყო იქ საუბარი უმუშევრობაზე და ეკონომიკურ კრიზისზე, ხო? ეხლა თქვენ გამოხვალ და ეთქვით რომ ხალხო აურჩევლებო, გამშიებულო ხალხო. აი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არ უნდათ რომ თქვენ დაგაყო. შემდეგი ტესტისთვის მასალად ჩაიგდეთ. ესეც იდო, ანუ ორივე ნაწილი. ეს თქვენი ვარაუდია, მე მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ჩვენ ნამდვილად არ გონია რომ საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო მეტად უნდა ამ ქვეყნის კეთილდღეობა, ვინმე საზოგადოებას. ამიტომ ან თუნდაც იგივე ხელისუფლებას, ან თუნდაც იგივე ოპოზიციას. ან ლოგიკურად ეს ესე უნდა იყოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეც არის. ამდენად ეს არ ხდება არავის, ვთქვათ, საჩვენებლად ან ვინმეს ნაცარში თვალებში ნაცარს არ ვაყრით, ეს არის რეალობა, ჩვენ ვამბობთ. და თან რაც თავარია, ჩვენ იმდენად სერიოზულ თემებს ვთავაზობთ დიალოგისთვის, რომ ეს ვერ იქნება.
თვალთმაქცური. მე დღეს ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ ეს დიალოგი შედგება, რომ თემატიკა არის ძალიან სერიოზული. ანუ თქვენ მზად ხართ თქვენი პოზიციების დათმობისთვის და განსხვავებული არგუმენტების გათვალისწინებას. ჩავებათ დიალოგში და ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც ამ დიალოგში იქნება განხილული, აისახოს კონკრეტულ გადაწყვეტილებაში, შეთანხმებაში და შემდგომ ამ გადაწყვეტილების განხორციელებაში. ამდენად გამოვრიცხავ მე ყოველგვარ თვალთმაქცურ მოქმედებებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად არ მგონია, რომ საზოგადოებას უფრო ნაკლებად უნდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა ან ხელისუფლებას ან ოპოზიციასთან ზოგადად საზოგადოებას ვინემ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელიც მართლაც არიან კეთილისმოსურნენი, არიან ჩვენი თანამდგომნი ამ თუ იმ საჭიროებო საკითხებში, მაგრამ მე მგონი მაინც ჩვენ ყველაზე მეტად დავართ დაინტერესებული. ჩვენ შეგულისხმობთ ზოგადად საზოგადოებას დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში. იყო მტკივნეული, რამდენადაც ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ინსტიტუტმა დაგმო ხელისუფლების გადაწყვეტილებები და ამიტომ თქვენ გჭირდებათ რომ იგივე რო არ განმეორდეს რაღაცა თქვენი ლეგიტიმაცია. შეიძლება ესე ჩემი შეფასება, შეიძლება ვწდები ბატონო მურთაზ და თქვენს განსხვავებებში ძალიან გულწრფელი ჩანაფიქრი იდო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ესეთი ჩანაფიქრი გადაცემის განკუთვნილ დროს ვაჭარბებთ და უნდა დავასრულოთ რამდენიმე წუთში საუბარი ბატონ ლევან. რა შეიძლება იყოს ის საკითხი, რასაც თქვენ შესთავაზებთ ხელისუფლებას? მათ ჩამოთვალეს 4 ძირითადი საკითხი, ხო? ის იყო კონსტიტუცია. გავატაროთ ეგრეთ წოდებული ტესტი. ძალიან მოკლედ. კონსტიტუცია იყო არჩევნების სასამართლო ხელისუფლება და უსაფრთხოების კონცეფცია და დავამატოთ ამას ეკონომიკური სფერო, რომელიც ხო, კი ბატონო, მოდი დავიწყოთ კონსტიტუციით. თქვენ მზად ხართ დღეს რომ დავიწყოთ სერიოზული ფიქრი საპარლამენტო მოდელზე ჩვენი საკონსტიტუციო მოწყობის გადასასვლელად. თუ ჩვენ ახლა ორი ადამიანი აქ გარკვეულ დიალოგით შედგა ჩვენ შორის და დასკვნებამდეც მივედით, მე მგონი ამ დიალოგს მაშინ არ იქნება აზრი. ამ დიალოგში არ მონაწილეობს მხოლოდ ორი მხარე ჩვენ და ორი ადამიანი. არა, მე სხვა რამის გეუბნება, მე დაუშვათ ოპოზიცია ყველასა შევთანხმდით, რომ საპარლამენტო მოდელი არის კარგი, ამ მიმართულებით ინსტიტუციონალური ცვლილებები და ჩვენ უმრავლესობა წამოხვალთ. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ გამიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. ახლა მეორე საკითხია, კონკრეტულ ბატონლევან არა. პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ამ საკითხზე დაიწყოს დიალოგი. შედგება დიალოგი და ამ პროცესში ჩაერთვებიან სხვა დაინტერესებული მხარეებიც, რაც შეეხება კონსტიტუციურ ცვლილებებს, არის ძალიან სათუთი თემა. და ჩვენ აუცილებლად ამ შემთხვევაში მოგვიწევს მოწვევა სპეციალისტების, ექსპერტების, მეცნიერების, რომლებიც განსაზღვრავენ, იმჯელებენ იმაზე, არის თუ არა დარღვეული ბალანსი ხელისუფლებების შორის, როგორ შეიძლება ეს კონკრეტული დისბალანსი იქნას ამოფრილი. შემდეგი შეხვედრა იყოს. ამდენად ჩემგან ახლა კონკრეტულად ამ თემაზე არის თუ არა არიქნებოდა სერიოზული. კი ბატონო. მეორე თუ კიდე მეორე საკითხი. თემა დამეთანხმეთ იმაში, რომ თემატიკა არის ძალიან სერიოზული. თბილისში იყოს მერი პირდაპირ არჩევით წესით არჩეული. საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ნიშნავს ყველაფერზე მსჯელობას, პრობლემა. ამიტომ იმაში დამეთანხმეთ რომ თემატიკა არის ძალიან სერიოზული, თუნდაც ის რომ უკვე ამ საკითხებზე ვსაუბრობ ჩვენ იმასზე მეტყველებს რომ მართლაც სერიოზული თემატიკაა და ეს გავრცელდა ეს ინფორმაციაც რომ თითქოს მართველი გუნდი მზადაა დიალოგის ფორმატში ოპოზიციას მერის არჩევითობის წესის შემოღება და 2010 წლის გაზაფხულისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება შესთავაზოს და შემდგომ ამ გავრცელებულ ინფორმაციაზე გაკეთდა ასეთი კომენტარი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან რომ არ არსებობს თემა, რომელზეც ის ოპოზიციასთან არის საუბრებს. ანუ დასაშვებია ეს ვარაუდი. მე მგონი, ვარაუდებზე საუბარი ნაადრევია. მე მგონი, ჩვენ არ უნდა გავანელოთ, ასე ვთქვათ, მოლოდინი, ასე ვთქვათ, მოლოდინი მისა თუ რა კონკრეტულ შედეგებამდე მივა დიალოგი. მოდით, მე დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გულწრფელად ვამბობ ამას, რომ დიალოგი აუცილებლად შედგება და მაშინ მიიღებს მონაწილეობას ძალიან ფართო სპექტრი. ქართული პოლიტიკური ესტაბლიშმენტის გაუჩენთ ამ ადამიანებს რომ ესენი ჩაერთვენ. შეუძლებელია უფრო დიდი мотиваციის გაჩენა, ვინემ იმ თემატიკაზე საუბარი რაც ჩამოწვა. იმედი ვიქონიოთ რომ მართლა ჩაერთვება ყველა მხარე ამ დიალოგში და კონკრეტული და ხელშესახების შედეგიც გამოჩნდება. რა დარჩა ამის მიღმა ბატონ ლევან? ყველა მნიშვნელოვანი თემატიკა არის ჩამოთვლილი. ეს ხალხი ამბობს რომ იცი რა დიმას შაშკინი არის, დიმიტრი შაშკინი არ არის. ისტორიებისაც შეიძლება ველაპარაკოთ. დღეს მაგალითად რომ დავსვი რაღაც საკითხი მითხრეს რომ ისინი არ არიან უფლებამოსილი, ეს პრობლემა მოგორუნდა. ვინც არის უფლებამოსილი, მაშინ იმათთან გადაწყდეს. იმათი შეხვედრის, პირველი პირების შეხვედრა. დიალოგის თემატიკა გააჟღერა პრეზიდენტმაც, გააჟღერა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმაც, გააჟღერეს. რაც შეეხება ბატონ დიმიტრი შაშკინს, ის თავიდანვე როცა დაინიშნა ამ თანამდებობაზე, მაშინაც პრეზიდენტმა გააჟღერა როგორც გარკვეულწილად ამ უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი წარმომადგენელი უმრავლესობის, ამიტომ თუ ვინმეს არ სურს ის დიალოგში ჩართვა, ამ მიზნებს უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ მართლა შედგება დიალოგი, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული, დადგება კონკრეტული შედეგი და ამ პროცესში ჩაერთვება ყველა მხარე. ძალიან დიდი მადლობა.
ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მურთაზ ზოდელავა და ვიცე-სპიკერი საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ვეფხვაძე. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია, მე მომდევნო კვირამდე გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.